4 მარტს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მომხდარ ინციდენტს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის ცენტრი სპეციალური განცხადებით ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ ცენტრები დაარსებიდან დღემდე განსაკუთრებულ პატივს სცემს თითოეული მომხმარების უფლებას თავისუფლად ისარგებლოს ცენტრის რესურსით, გამოხატოს საკუთარი აზრი და წამოიწყოს ან ჩაერთოს სხვადასხვა სახის საჯარო დისკუსიაში. ინციდენტში მონაწილე პირებს თავდამსხმელებს, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს ცენტრის სარგებლობის წესები, ხელი შეუშალეს ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას და შელახეს სხვა მომხმარებლების უფლებები აეკრძალებათ ცენტრის სარგებლობა. Orientas 15 წლის 14 მარტს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ცენტრის ერთ-ერთ მომხმარებელს რამდენიმე სხვა მომხმარებელი პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ფუნდამენტალურად ეწინააღმდეგება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის იდეას და მათი სარგებლობის დადგენილ წესებს. მსგავსმა შემთხვევამ შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს ცენტრების, როგორც ნეიტრალური და ამავე დროს უსაფრთხო დემოკრატიული სივრცეების სტატუსი. ვგმობთ მომხდარ ინციდენტს და თითოეულ მომხმარებელს მოვუწოდებთ პატივიაცით სხვა მომხმარებელს და ცენტრის სარგებლობის წესებს.